კრიზისულ პერიოდში განსხვავებული კრიზისები არსებობს სოციალური, პოლიტიკური და ასევე ინდივიდუალური თანამშრომლობის შემთხვევაში და განსხვავებულად იჩენს ხოლმე და განსხვავებულად აისახება ორგანიზაციებზე და თანამშრომლებზე. თანამშრომლების შემთხვევაში როგორც წესი კრიზისი ამცირებს ინოვაციურ აზროვნებას და განსხვავებული მეთოდებით, ასე ვთქვათ, საქმის კეთების შესაძლებლობას, ასევე აისახება იმაზე, რომ მათი სტრესის, ასე ვთქვათ, მოცემულობა უფრო მაღალია თანამშრომლებში და რა თქმა უნდა ეს საბოლოო ჯამში იწვევს ეფექტურობის და ეფექტიანობის შემცირებას თითოეული თანამშრომლის სამსახურებრივი მოსწრების კუთხით, რაც საბოლოო ჯამში ორგანიზაციებისთვის აისახება ცუდად თუ არ მოხდება ამ კრიზისის, ასე ვთქვათ, მექანიზმების, კრიზისის პრევენციის მექანიზმების სწორი შემუშავება და გადაჭრის მექანიზმების პრაქტიკაში განხორციელება, ისე რომ ეს კარგი იყოს ორგანიზაციისთვისაც და თანამშრომლისთვისაც. აი კრიზისის მოგვარება ახსენეთ და ამასთან დაკავშირებით გითხავთ დეტალურად. როდესაც ვსაუბრობთ აი კრიზისებზე და მისი გადაჭრის გზებზე, რა არის ის, რასაც თანამშრომლები კრიზისის დროს მმართველი რგოლისგან ელიან ხოლმე, ასე ვთქვათ რა. და აქვე გითხავთ, რა როლი აქვს ამაში ღია კომუნიკაციას? კი ბატონო, დიდი მადლობა. ზოგადად ახლა ჩვენ ძალიან ბევრი სექტორის ორგანიზაციასთან გვიწევს ურთიერთობა, ეს არის ბიზნეს სექტორის ორგანიზაციები, არის სამთავრობო ორგანიზაციები, დონორები. კრიზისის პერიოდში აუცილებლად ხდება ესეთი რამ, რომ სხვადასხვა ორგანიზაციები სხვადასხვა პოლიტიკას ირჩევენ ხოლმე საკომუნიკაციო სტრატეგიის კუთხით. გულისხმობს შიდა კომუნიკაციებს და როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვეთა, რაც თანამშრომლებს კრიზისის პერიოდში ორგანიზაციებისგან და მმართველი რგოლისგან აქვთ, ეს სწორედ ღია კომუნიკაციაა. იმიტომ რომ არსებობს ესეთი პერცეფცია, რომ ლიდერებს არ ეშინიათ და შესაბამისად ეს შიში არ უნდა იქნეს გამოხატული განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომ არ მოხდეს ესე ვთქვათ ლიდერების პოზიციის ესე ვთქვათ კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა ორგანიზაციაში. რეალურად ეს ესე არ არის, იმიტომ რომ შიში არის ესე ვთქვათ ბუნებრივი შეგრძნება ადამიანის, ყველას გვეშინია. ჩემი სტატიის ერთ-ერთი მთავარი არსი სწორედ ეს იყო, უბრალოდ შიში არ უნდა გადაგვივიდეს უსუსურობაში და შიში უნდა ვმართოთ ისე, რომ ორგანიზაციული მიზნები იქნეს მიღწეული. და ამ პროცესში ღია კომუნიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის იმის კომუნიკაციას, რომ ჩვენ ყველას ერთად გვეშინია, მაგრამ ამ შიშის დაძლევის მექანიზმები არსებობს და ორგანიზაციის მენეჯმენტი მუშაობს და ზრუნავს იმაზე, რომ კონკრეტული მექანიზმებით მოხდეს შიშის პრევენცია. აი შიში ახსენეთ და უფრო მეტად მინდა რომ ეს თემა გავშალოთ. როგორ უნდა გავუმკლავდეთ აი ამ დროს ემოციურ ფონს, რომელიც განსაკუთრებით იმატებს აი ამ პერიოდში. რა აყალიბებს ზოგადად ჯანსაღ-გარემოს გუნდში კრიზისის დროს? აი პრაქტიკული ნაბიჯები დაუშვათ, რა შეიძლება რომ გადაიქცეს? ადამიანური რესურსების სწორი მართვა, HR სისტემების ოპტიმიზაცია და სისტემატიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. აქ გულისხმობ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციებში მენეჯერები როგორ მართავენ გუნდს, ეს არის დამოკიდებული მენეჯერის მართვის კულტურაზე. რეალურად უნდა მოხდეს ამის სისტემატიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია იმ დონეზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ერთ-ერთზე ინდივიდუალური შეხვედრები გუნდის წევრებთან, უნდა უზრუნველყოფილი იყოს მიკროგუნდის შეხვედრები, თქვათ, პირველ კვარტალში ერთხელ, თვეში ერთხელ რაღაც ინტენსივობით და ასევე გაფართოებული შეხვედრები უკვე თანამშრომლებთან იმისთვის, რომ მოხდეს ყველა ეტაპზე ინდივიდუალურ დონეზე მიკროგუნდში და უკვე ორგანიზაციულ დონეზე კომუნიცირება იმ საკითხების შესახებ, რაც რეალურად თანამშრომლებს აწუხებთ. ჩვენი დაკვირვებით და ჩემი პირადი გამოცდილებით ინდივიდუალური ადამიანები თანამშრომლები სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად გამოხატავენ იმ ფიქრებს და იმ შიშებს, რაც რეალურად მათ აქვთ. და აი ეს სწორი კომუნიკაცია და ინსტიტუციონალიზაცია ადამიანური რესურსების სწორი მართვის ორგანიზაციის შესაძლებლობას აძლევს, რომ საბოლოო ჯამში მიიღოს ინფორმაცია, სად არის ის ხარვეზები, რაც თანამშრომლებთან ან შიშები, რაც რეალურად თანამშრომლებს აწუხებთ და როგორ შეიძლება ამაზე საპასუხო ქმედება ორგანიზაციამ გააკეთოს ისე, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ზიანი, რაც კრიზისის დადგომის შედეგად შეიძლება მიადგეს როგორც ორგანიზაციას, ისე თანამშრომელს. თუმცა ეს არის ორმხრივი პროცესი. ერთია, როდესაც ვსაუბრობთ თანამშრომლებზე და მეორე არის, როდესაც უნდა გავითვალისწინოთ დამსაქმებელიც, ასე ვთქვათ. რაც შეეხება დამსაქმებლებს, ისინი რას ელოდებიან თანამშრომლებისგან აი ამ პერიოდში? ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ ორი ფაქტორი. ერთი არის, რომ თანამშრომლებს უნდა შეეროდეთ, რომ მათ შეუძლიათ რაღაც გაკეთება. ხშირ შემთხვევაში, როდესაც არაკრიზისული პერიოდი არსებობს ორგანიზაციაში, ბევრი ჩვენგანი, ესე ვთქვათ, არ ვაღვივებთ იმ უნარებს და შესაძლებლობებს, რაც რეალურად თითოეულ ჩვენგანში არის. შესაბამისად, პრეკრიზისულ პერიოდში, კრიზისულ პერიოდში, როდესაც უშუალოდ დადგება ეს პერიოდი, ძალიან მნიშვნელოვანია მემჯერა დამოკიდებულების გამოვლენა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რესურსი აქვს თითოეულ ადამიანს, კომპეტენციების უსაზრდულო ჩამონათვალი, რომელიც უნდა მოხდეს, რომლის გამოყენებაც და ათვისებაც სწორედ კრიზისულ პერიოდში უნდა მოხდეს და მე ვიტყოდი, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტი და ლიდერშიპი სწორედ ამას ელოდება თითოეულ თანამშრომლისგან. მეორე არის ის, რომ საერთო გეგმაზე, როდესაც შეთანხმდება ორგანიზაციის ლიდერშიპი და გუნდი ერთდროულად
ესე ვთქვათ, ამ იდეის მხარდაჭერა და რწმენა იმისა, რომ ეს იდეა გაამართლებს, რწმენა იმისა, რომ ამ კრიზისულ პერიოდიდან გამოგვიყვანს, ესე ვთქვათ, ეს ერთობლივი ნაბიჯები. აქ ყველაზე დიდი, ესე ვთქვათ, სარისკო მახასიათებელი არის ნიჰილიზმი, რომელიც შეიძლება კონკრეტულ ადამიანს ჰქონდეს ორგანიზაციაში, კონკრეტულ თანამშრომელს, რომელიც ესე დომინოს ეფექტის სახით შეიძლება სხვა ადამიანებზეც გადავიდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი ფაქტორი იქნეს გათვალისწინებული და მათ შორის აი ეს რწმენა იმისა, რომ სტრატეგიული გეგმა, რომელიც კრიზისის დასაძლევად იქნა შემუშავებული ერთობლივად, უნდა შესრულდეს ყველა თანამშრომლის მხრიდან და თანამშრომლების მხრიდან დამოკიდებულება, რომ მათ შეუძლიათ ამ ყველაფრის გაკეთება.